ესპანეთის ოპოზიციურმა პარტიამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების, რომლების კორუფციასა და კატალონიის სეპარატისტ პარტიებთან ამნისტიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებდნენ, მთავარი ლოზუნგი იყო მაფია და დემოკრატია. დემონსტრაციას მთავრობის შეფასებით დაახლოებით 50,000 ადამიანი ესწრებოდა. ხალხის პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი რაოდენობა ორჯერ მეტი იყო. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ალბერტო ნუნიეს ფეიხოუმ განაცხადა, რომ ესპანეთს რევოლუცია სჭირდება. ამიტომაც გეუბნებით, დანიშნეთ არჩევნები, ახლა გსურს ეს. ჩვენ არ მიგვიწია ხმა იმისთვის, რომ ესპანელების იმედები გაგეცრუებინათ. საპროტესტო აქციამდე ესპანეთში მმართველი სოციალისტური პარტიის ყოფილმა წევრმა გაასაჯაროვა აუდიო შეტყობინება, რომელშიც სავარაუდოდ მეწარმეებს შესთავაზეს გარიგება, რომ პოლიციის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებული ინფორმაცია მიეწოდებინათ.